ფილმი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლით იწყება. ერთ-ერთმა ფარმაცევტულმა კომპანიამ კიბოს ვაქცინა შექმნა. აქამდე რამდენ ადამიანს უმკურნალით? კურსი 10,009 ადამიანმა გაიარა. კიბოსგან რამდენი განიკურნა? 10,009. ესე იგი კიბო განკურნეთ. დიახ. ექსპერიმენტი ფატალური შედეგით დასრულდა. ვირუსმა, რომელიც ჰაერით გადაეცემოდა, დედამიწის მოსახლეობის უმრავლესობა შეიწირა. ადამიანების 1%-ს იმუნიტეტი აღმოაჩნდა. მოსახლეობის მცირე ნაწილმა კი მუტაცია განიცადა და ისინი აგრესიულ მონსტრებად გარდაიქმნენ. ამის შემდეგ ყოველ ღამით ისინი გამოდიან სანადიროდ და ვისაც სიცოცხლე უნდა ჯობია კარგად დაიმალოს, სანამ მზე ამოვა. გენერალი რობერტ ნევილი სამხედრო ექიმია, ის თავის ოჯახთან ერთად ნიუ-იორკში ცხოვრობს. როდესაც ვირუსის გავრცელება უკონტროლო გახდა, მთავრობა იძულებულია კარანტინი გამოაცხადოს. გენერალი თავის ოჯახის გაყვანას ვერტმფრენით ცდილობს. აფრენისას მას მეორე ვერტმფრენი ეჯახება და ორივე ფეთქდება. ამ ამბებიდან 3 წელია გასული. გენერალი და მისი ძაღლი სემი ნიუ-იორკში ცხოვრობენ. ქუჩები მთლიანად მცენარეებითაა დაფარული და ქალაქში სხვადასხვა ცხოველები დასახლდნენ. როდესაც ისინი ირმის მონადირებას ცდილობენ, მათ საკვებზე იერიში ლომებმაც მიიტანეს და ჩვენი გმირები ირმის გარეშე დატოვეს. დღის გარკვეულ ნაწილს გენერალი სახლის სარდაფში მოწყობილ ლაბორატორიაში ცდებს ატარებს ვირთხებზე. ის ცდილობს თავისი იმუნიტეტის მეშვეობით ვაქცინა შექმნას, რომ ინფიცირებულებს გადაუსხას და მათ ადამიანური სახე დაუბრუნოს. ცდების გადამოწმებისას ჩანს, რომ ერთ-ერთ ვირთხაზე მოქმედებს პრეპარატი, რაც ნიშნავს, რომ ვაქცინამ პირველი ეტაპი გაიარა. მეორე დღისით გენერალი ცარიელ ქალაქში გოლფის თამაშით ირთობს თავს. ამ დროს სემი ირემს შეამჩნევს და ისინი მაშინვე განაახლებენ ნადირობას. შეშინებული ირემი ბნელ შენობაში შენბის და სემიც უკან მიყვება. ნევილი ცდილობს ძაღლის შეჩერებას, თუმცა უშედეგოდ და ის იძულებულია მის გადასარჩენად თავადაც შევიდეს შენობაში. აღმოჩნდა, რომ ეს შენობა ინფიცირებულებითაა სავსე და ისინი ძლივს გადაურჩებიან სიკვდილს. ნევილი გადაწყვიტავს, რომ ერთ-ერთი მათგანი დაიჭიროს, რაც წარმატებით გამოსდის. რა დროსაც ერთი ინფიცირებული ამაზე იმდენად ბრაზდება, რომ მზეზეც კი გამოდის რამდენიმე წამით და დამწვრობას იღებს. რაზეც გენერალი ფიქრობს, რომ ეს მათი ტვინის დეგრადირებითაა გამოწვეული და რომ მათ უბრალოდ სიკვდილის შიში უქრებათ. ნევილს ვაქცინა ახალი პაციენტის სხეულში შეჰყავს, თუმცა ამჯერად ვაქცინამ არ იმუშავა. ერთ დღეს ქალაქში გადაადგილებისას ნევილი დაინახავს, რომ მანეკენს ვიღაცამ ადგილი შეუცვალა. ის მაღაზიიდან ვიღაც მხიძზე ამოიტანა, რაზეც გენერალს პანიკური შეტევა ეწყება და ვერ შეამჩნევს, ისე გაებმევა ისეთ მახეში, როგორცაც თავად იყენებდა მონსტრების დასაჭერად. ის ხაფანგიდან დანით ითავისუფლებს თავს, თუმცა დაცემისას დანას საკუთარ ფეხში იღრით და მანქანამდე მისვლა უძნელდება. ამ დროს მზე უკვე შენობებს მოეფარა და გამონგრეული კორპუსიდან ზუსტად ის ინფიცირებული კაცი გაცოფებულ ძაღლებს უშვებს. რობერტი გადარჩა დაკბენას, თუმცა სემს უკმინეს. ახალმა ვაქცინამ სემზეც არ იმოქმედა და გენერალს თავისი ერთადერთი და უკანასკნელი მეგობრის მოკლა მოუწია. იმ ღამესვე ნევილი შურისსაძიებლად მიდის სემის გამო, თან აშკარაა, რომ ახალი ჩაიქნია ცხოვრებაზე. როდესაც უკვე სიკვდილი თითქოს გარდაუვალია, მას ულტრაიისფერი განათებით ახალგაზრდა ქალი გადაარჩენს, რომელსაც თან მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავს. რობერტი სანამ გონებას დაკარგავს, ქალს თავის მისამართს ეუბნება, თან აფრთხილებს, რომ გათენებამდე სახლში არ მიიყვანოს, რადგან მონსტრებს მათი კვალის აღება შეუძლიათ. დილით ექიმი თავის სახლში იღვიძებს, ანას უკვე გამზადებული აქვს სადელი და მასაც სუფრასთან ეპატიჟება. ის ამბობს, რომ სხვა გადარჩენილების კოლონიები არსებობს. მთაში მაგალითად უსაფრთხოდ შეიძლება ყოფნა, რადგან ვირუსს სიცივესთან შეგუება არ შეუძლია. ამაზე გენერალს კიდევ ერთხელ მოსდის ნერვული შეტევა. მას აღარ ჰქონდა სხვა ადამიანების ნახვის იმედი და ამ ამბის დაჯერება უბრალოდ უჭირს. თავს კი იმით იმართლებს, რომ ბეკონს, რომელიც ანამ შეწვა, ის მნიშვნელოვანი დღისთვის ინახავდა. ანა გენერალს თავაზობს, რომ მათ ერთად გააგრძელონ გზა, რაზეც ნევილი პასუხობს, რომ აქ ნულოვანი წერტილია და მისი ადგილი სწორედ აქაა. შემდეგ თავის ლაბორატორიას უჩვენებს ანას და მის რეაქციაზე მარტივი ჭეშმარიტებით პასუხობს. ცდებისას ყველა დაიხოცა? ხო. ღმერთო. ეს ღმერთს არ გაუკეთებია ანა. ჩვენ გავაკეთეთ. საღამოს ნევილის და ანას საუბარი სიუჟეტურად ძალიან მნიშვნელოვანია. ანა ამბობს, რომ იმ დღეს სრულიად შემთხვევით ჩართო რაცია და ნევილის ჩანაწერი მოისმინა, როცა ის თავის მოკვლას აპირებდა და რომ ღმერთმა გამოაგზავნა მის გადასარჩენა. სამყარო ახლა უფრო მშვიდია. მხოლოდ უნდა მოусმინო. თუ მოусმენთ, ღმერთის გეგმას გავიგონებთ.
რაზეც რობერტი პასუხობს. ვირუსის გავრცელებამდე დედამიწაზე 6 მილიარდი ადამიანი იყო. ყველა, ვისაც შენ ან მეოდეს მე ვიცნობდით. მკვდარია. ღმერთი არ არსებობს. არ არსებობს. იმ დღეს რობერტს ბედნიერი დღე ჰქონდა ამდენი ხნის მარტოობის შემდეგ. თუმცა ღამის მოსვლასთან ერთად ისინიც გამოჩნდნენ. როგორც ჩანს, ანამ არ გაითვალისწინა რობერტის თხოვნა, რომ გათენებამდე სახლში არ მისულიყვნენ და ისინი მანქანას აედევდნენ მათ სახლამდე. გენერლის მიერ დაყენებულმა თავდაცვის სისტემებმა ვერ გაუძლო ამდენი მოწინააღმდეგის შემოტევას და მათ მალე შემოაღწიეს სახლში. ნევილი და ანა ლაბორატორიაში ჩარბიან, რა დროსაც ჩანს, რომ ვაქცინამ შეძლო ვირუსზე გამარჯვება და მისი ახლანდელი პაციენტი გამოჯამრთელდა, თუმცა უკვე ძალიან გვიანია. მათ მონსტრებისგან მხოლოდ შუშის კარი იცავთ, რომელიც დიდხანს ვერ გაძლევს. ეხლა კი ფილმის კულმინაცია. ინფიცირებულების წინამძღოლი კარებს ამტვრევს, რა დროსაც შუშის ბზარები ძალიან ემსგავსება პეპლის გამოსახულებას. ნევილს ამ დროს ახსენდება ყველა ის მინიშნება, რაც მან ბოლო წლების მანძილზე ნახა და რაც ჩვენც ვიხილეთ ფილმის სხვადასხვა მომენტში. მის მიერ ბოლოს დაჭერილ ინფიცირებულს ზურგზე აქვს პეპლის ტატუ. ასევე ანას აქვს მსგავსი ტატუ კისერზე და რა თქმა უნდა მისი შვილის ბოლო სიტყვები. მამიკო, შეხედე. პეპელა. პეპელა. ამ ყველაფრის გაანალიზებით ნეველი ეთანხმება ანას მოსაზრებას იმაზე, რომ სამყარო ახლა უფრო მშვიდია. მხოლოდ უნდა მოусმინო. თუ მოვусმენთ, ღმერთის გეგმას გავიგონებთ. და ანას შეკითხვაზე რას აკეთებ? პასუხობს ვუსმენ. ის შემდეგადაც მათ ვაქცინას აძლევს, კარებს კეტავს და დოქტორმა რობერტ ნევილმა ადამიანების გადასარჩენი ვაქცინის აღმოჩენას მთელი ცხოვრება მიუძღვნა. 2012 წლის 9 სექტემბერს ვაქცინას მიაგნო. 3 წუთის შემდეგ კი მის დაცვას თავი შესწირა. მისი დამსახურებით ვცოცხლობთ. ეს მისი ლეგენდაა.